Salvებით მეგობრებო, ქორუმი გვაქვს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგში გვაქვს სამი საკითხი. პირველი ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი კანონების პროექტები, საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა კოდექსში შეტანის შესახებ. მოხსენებელი იქნება მინისტრის მოადგილე ბატონი გურამიშვილი. შემდეგი არის მეორე საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა. აქ ბატონი ვახტანგ ყოლბაია იქნება მოხსენებელი და მესამე საკითხი ეს არის პარლამენტის რეგლამენტის 53 მუხლის შესაბამისად ჩვენი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება და აქ თქვენის ნებართვით მე ვიქნები როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მოხსენებელი კომიტეტის წევრებს გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ დღის წესრიგს ამ თანმიმდევრობით და როგორც აღნიშნე პირველი საკითხზე ბატონ გურამს გთხოვოთ რომ წარმოგიდგინოს. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე პატივისცემლო დეპუტატებო, მოგახსენებთ და წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივის სახით ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტების პაკეტს საქართველოს კანონში საქართველოს სარკინიგზო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს კანონში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონ პროექტები შემუშავებულია სარკინიგზო პოლიტიკის რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 21 წლის 782 რეგულაციით და ევროპარლამენტის და საბჭოს 2016 წლის 798 დირექტივით. წარმოდგენილი კანონპროექტების მიზანია რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე, სათანადო მექანიზმების შექმნა აღნიშნული უზრუნველყოფად, სარკინიგზო დარგზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციების ეფექტური განხორციელება და რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერება. ამ კანონპროექტით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობის მონიტორინგის მექანიზმი, ასევე განისაზღვრება ზედამხედველობაზე და მონიტორინგზე უფლებამოსილები ორგანოს სახით სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნულთან ერთად ჩნდება სახიფათო ტვირთზე გადაზიდვის სპეციალისტის არსებობის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხები. კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სარგებლობისას დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია, ამასთან კანონპროექტის თანახმად დაუშვებელია ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით მგზავრებთან მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებების შეზღუდვა, ან მათგან განთავისუფლება, კერძოდ მგზავრის რკინიგზით გადაყვანის ხელშეკრულებაში დაშვებული გამონაკლისის ან მისი შემზღუდავი პირობით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის კუთხით, რასაც კანონპროექტი აწესრიგებს, წარმოადგენს ერთი მხრივ მგზავრთა ინფორმირება მგზავრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, მეორე მხრივ ინფორმაციის მიმოცვლა ინფრასტრუქტურის მენეჯერს, სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ოპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს შორის, რათა დროულად იქნეს უზრუნველყოფილი არსებული ინფორმაციის განახლება თავის მხრივ მგზავრთათვის, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. კანონპროექტის შესაბამისად სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისთვის. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის ვალდებულება უზრუნველყონ შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება. კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს მგზავრთა უფლებებს და გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების პუნქტში ჩასვლა დაიგვიანებს. პროექტი ასევე დეტალურად აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების წესს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში, კერძოდ დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელმა სარკინიგზო საწარმომ უნდა შესთავაზოს მგზავრს თავისი შემდეგი უფლებებით სარგებლობა, ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება, მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა, ასევე მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად მგზავსის ტრანსპორტის სატრანსპორტო პირობით და მგზავრის მოსახერხებელ დროს. ამასთან დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანებით ჩასვლის შემთხვევებში გათვალისწინებულია მგზავრობისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ბილეთის ღირებულების 25-დან 60-მდე 25%-მდე 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის და ბილეთის ღირებულების 50%-მდე 120 წუთიდან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის.
ასევე დგინდება კანონპროექტით გზავრისთვის გასაჩივრების უფლების წესი და მექანიზმები და კანონპროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ასევე წარმოადგენს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი დადგენა, კერძოდ თითოეული სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს მისი ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უნდა ფლობდეს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს. ეს არის უკვე სარკინიგზო უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც ნებისმიერ ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელია და ჩვენთანაც სახელმწიფო იღებს ამოვალდებულებას და ამ კუთხით იქნება სახელმწიფო ზედამხედველობა სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე ერთ-ერთი სიახლე არის სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების და მამაკანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმაასის გაცემაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებასა და უფლებამოსილ ექიმს და განახორციელებს მათ მონიტორინგს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის სამართლისა და საუკეთესო პრაქტიკის თანახმად მემანქანეთა პირველადი თუ პერიოდული სამედიცინო შემოწმება ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მემანქანეთა მართვის მოწმობის და სერტიფიკატის გასაცემად და შემდგომ ამ დოკუმენტის იურიდიული ძალის შესანარჩუნებლად, რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ და აღრმავებათა კოდექსის შესატანცვლებას, აქ ცვლილების თანახმად ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა რკინიგზის მთავრობლების დაცვის წესის დარღვევისთვის. აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული დარღვევის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების ოქმის შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ექნება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს. წარმოქმნილი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს მზარდთა უფლებების გაძლიერებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, სარკინიგზო უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. კეთილი, მადლობა ბატონო გურამ, დეტალურად წარმოდგენილი ინიციატივისთვის. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი არის და ბევრი საინტერესო საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის საკითხებს აწესრიგებს. თუ აქვთ კითხვები ჩვენი კომიტეტის წევრებს, თუ არა და მადლობას მოგახსენებთ წარმოდგენილი ინიციატივისთვისაც, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე შემდეგ საკითხზე და ბატონ ვახტანგ ყოლბაიას მინდა ვთხოვო, რომ წარმოგვიდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარო, ბატონო პარლამენტარებო, როგორც წესექსიქშია ვთქვათ მოტანილი, წარმოგიდგეთ ცვლილებას დღეს არსებულ კანონში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ვინც უზრუნველყოფას გულისხმობს პირველ რიგში დევნილებისათვის და რაც თავისთავად მათ ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს, მაინც მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში არის მომენტები, რომელსაც ვთვლით, რომ უნდა რაღაცნაირად ჩვენ მივხედოთ და ეს გულისხმობს არსებულ კანონში შესაბამის ცვლილებას, რომელსაც მე წარმოგიდგენთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ამ პროცესზე ის, რომ დევნილი ოჯახის ძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ამ ოჯახის ძელვადიანი განსახლება ხორციელდება არსებული ოჯახის რიცხვიანობის გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, რომ ბლინები რიგი ეგრეთ წოდებული ყალიბდება იმ ქულათა რაოდენობით, რომელიც დევნილის ოჯახს ენიჭება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. წევრის გარდაცვალება აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით ამ ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობაზე, რომელზეც მოგახსენეთ. კერძოდ ოჯახს აკლდება ქულა ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, რომელიც შესაბამის სტრუქტურათან არსებობს, დევნილთა ძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მიმართულებით გადმოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი ვერ მიიღებს იმ ფართობის საცხოვრებელს, რაც უნდა მიიღოს ოჯახის წევრის გამოკლებამდე. ამის პარალელურად ხდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგ დევნილებს უფლების დაცვის სასამართლოში სარჩელის შეტანის ზით ცდილობენ თავისი თქვათ სიმართლის დადგენას. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეიძლება შეუძლებელი ხდება, რადგანაც სანამ სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში მოგეხსენებათ რამოდენიმე ინსტანცია გახლავთ, საჩივრდება გადაწყვეტილებები დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება გამოაგდეს ერთი ან რამოდენიმე წევრი. შედეგად იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ დროისათვის არსებული მონაცემებით, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი უკვე აღარ ითვლება დევნილი ოჯახის შემადგენლობაში. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვითაც დევნილს მიენიჭება იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი, ვიდრე ოჯახის სრული შემადგენლობით უნდა მიიღოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ მათ შეუნაჩუნდეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლება პირვანდელი მდგომარეობით. ბატონო თავმჯდომარე, აღნიშნული საკითხი კარგა ხანია მზადდება, ჩვენ გავლილი გვაქვს ყველა როგორც თქვენ ინსტანციები, ჯანდაცვის მინისტრის უშუალო ჩარევით, სააგენტოს ხელმძღვანელობის პირველი და მისი მოადგილეს მონაწილეობით, შესაბამისი კომიტეტში გავლილია პარლამენტში ბატონ გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, თქვენს კომიტეტში მოვიტანეთ ეს უკვე პრაქტიკულად აპრობირებული ყველა ინსტანციაში საკითხი. მადლობა ბატონო ვახტანგ, ნამდვილად დეტალურად წარმოადგინეთ ეს ინიციატივა და ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო არის და ასევე დასაფასებელი არის, რომ საკმაოდ დიდი და მაღალი დონის დისკუსიები უძღოდა წინ ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენს კოლეგებს შევახსენებ, რომ ჩვენ ამას სავალდებულო სახით განვიხილავთ, პირველი მოსმენის წესით ცხადია, ასე რომ ფიქრობ, რომ ნამდვილად ხარდაჭერილი იქნება ის საკითხი, რომელიც ახლა გამოიტანა და ჩვენ საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ live stream-ის რეჟიმში ედევნებინა თვალი განხილვის პროცესიათვის. კითხვები ხომ არა გვაქვს? კეთილი კითხვები არ არის, საკითხი განხილული არის და გვჭება ერთი საკითხი, რომელიც არის, როგორც აღნიშნე, კომიტეტის სამოქმედო გეგმა, ეს ეხება სიცოცხლეთ 2025 წლის საქმიანობას. ეს გეგმა ჩვენი კომიტეტის წევრებისათვის ცნობილი არის, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდით, ფაქტობრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად ჩამოყალიბდით, ასევე სფეროების მიხედვით კომიტეტის წევრები პასუხისმგებელი რომელი მიმართულებით ვიქნებით, ასე რომ თუ რაიმე შენიშვნის და შესწორების შეტანა არ გსურს ამ საკითხში და თუ გსურს გთხოვთ რომ ანიშნოთ, თუ ეს არ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უკვე რომ გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურებს. კარგით, დავიწყოთ მაშინ იგივე თანმიმდევრობით, როგორც ის წესრიგი ჰქონდა და როგორც განვიხილეთ საკითხები. პირველი კენჭი ეყრება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტებს პაკეტი არის ორი საკითხისგან შემდგარი, ეს არის საქართველოს სარკინიგზო კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, ვინ არის მომხრე. საკითხი ერთხმად არის დაჭერილი, დიდი მადლობა. მეორე, ეს არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იზოლებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე. საკითხიც მხარდაჭერილი არის, დიდი მადლობა და მესამე ამ თქვენთვის დარიგებული რედაქციით გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ და დავამტკიცოთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. ვინ არის მომხრე სამოქმედო გეგმას დამტკიცებულია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კოლეგებო ნაყოფიერი მუშაობისთვის, ასევე დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენი კომიტეტის აპარატს. სხდომა დასრულდა.